ხას ჭრელენ ევროპის ინტეგრაციას აპრილის მონაცემებით ვაუწყდები ევროკავშირიან ყველაზე დიდ ნდობით სარგებლობს არსებული ინსტიტუციების შორის, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან შედარებით. ეს 80% არის რეალურად ასევე ის მრევლი, რომელიც ყავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეს ანტიდისკრიმინაციულ კანონთან მიმართებაში მაინტერესებს რამდენი ელოდებით რომ ეს ძალა იქცეს ან ორგანიზებული ძალად, რომელიც პრინციპში შეიძლება გახდეს მთავარი საფრთხე იმ ბეკეტების არქონის ფონზე, რაც თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთს არ აქვს ბეკეტები რეალურად საქართველოს წინააღმდეგ, რომ ეს იქცეს იმ ძალად, რომელიც რეალურად მოხდენს ევროკავშირის მარგინალიზებას საქართველოს მოსახლეობაში. არ ვიცი პრინციპში ვინც საჭირო ჩათვლის პირველ რიგში გავიქით ეს. კი ბატონო. და არის უკაცრავად. დიდი ხანია ხას დაგაბრუნდა. ჯობა გიგა ჩაშლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. მე მკითხვა მექნება გალბატონ თინახიდაშვილთან. გიგა ჩაშლე. ამბაღლა ცოტა. კითხვა მექნება გალბატონ თინახიდაშვილთან. დღეს წავიკითხე ნიუსი, სადაც პატრიარქი ამბობს, რომ თვითმმართველობის კანონპროექტს ყველანაირად დაუპირისპირდებიან და არ დაუშვებენ, რომ სახელმწიფო დაიშალოს. ესე ქონდა გამონათქვამი და მაინტერესებს თქვენი მთავრობის პოზიცია, ხელისუფლების პოზიცია როგორია, ანუ თუ ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან წამოვა ასეთი ბარიერი, რა პასუხს აპირებთ? კი ბატონო. კითხები გავხსენეთ მაინც როგორც ხედავთ. გიორგი ვარდიშვილი. ეს მდგომარეობაში თვართ ასე თუ ისე უყავდებით, ანუ გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, რუსეთსაც რაღაც მოზრდილი პოლიტიკა აქვს, ზოგჯერ გადამყარი და ვთქვათ, როგორც ახსენეთ, არ უნდა ზედმეტად რაღაცეთი აქტივობის გამომშრალება. მაგრამ ვიცით, რომ შემდეგ წელს 2014 ხო, განსაკუთრებით სოჭის მერე რუსეთი უფრო ამოძრავდება. ამავე დროს ვიცით, რომ ევროპაც შედარებით შესუსტება სწორედ ამ არჩევნების და გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმ კომუნიკაციის სამხრივ გეგმის გარდა რამეთ შეგვიძლია ამ ყველაფერს დავუპირისპიროთ რაღაც ისეთი რომ ეს ბალანსი, ანუ დღევანდელი ბალანსი რაღაც ასე თუ ისე ამ ბალანსით უმტრავდება, მაგრამ როდესაც უკვე მეორე მხარე უკვე ეს აქტივობა უფრო გაძლიერდება, ჩვენ რა დამატებითი აქტივობები შეგვიძლია დავუპირისპიროთ. მოგესალმებით, ნაცვლისშვილი ადამიანის უფლებათა იურისტი. ჩემი შეკითხვა ეხება არა ევროინტეგრაციის საგარეო პოლიტიკის ან ეკონომიკური სფეროს ასპექტებს, არამედ ისეთ საკითხს, როგორც არის ადამიანის უფლებები. და ეს კითხავთ ქალბატონ ელენეს და ქალბატონ თინას ხუთიდას იყო კონფერენცია. მაგრამ იმიტომ რომ ეს საკითხებიც გაჟღერდეს და ზოგადად ვფიქრობ, რომ უნდა ისმოდეს ყველა იმ საჯარო დისკუსიაში, რომელიც ქართველების გაევროპელებას ეხება, იმიტომ რომ ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, ევროპა პირველ რიგში არის ღირებულებები. და ამ ღირებულების ცენტრში დგას ადამიანი და მისი უფლებები. რამდენად მისაღებია თქვენთვის ის პოზიცია, რომ წინა წლების განმავლობაში ევროპის სამთავრობო თუ არასამთავრობო წრეებიდან მუდმივად ისმოდა ის, რომ საქართველოში უბავ ადამიანის უფლებები, რომ დაცული უნდა იყოს ეს უფლებები წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ რაღაც სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ევროპაში შესასვლელად და დღეს, როდესაც მეტნაკლებად ეს რამდენად დამაკმაყოფილებელია ჩვენთვის სხვა საკითხია, მაგრამ ახალი ხელისუფლება ცდილობს გარკვეულწილად აღადგინოს დარღვეული უფლებები სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით უკვე წამოვიდა ევროპისგან კრიტიკა, რომ არ იყო შერჩევითი მართლმსაჯულება და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს გაურებული მესიჯი ევროპის მხრიდან მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია უკრაინის კონტექსტშიც, იმიტომ რომ როდესაც დღეს უკრაინის ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ძალის გადამეტებით მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლა არის სერიოზული პრობლემა და საქართველოს ეუბნებიან, რომ არ უნდა მოხდეს 26 მაისის გამოძიება, პრაქტიკულად ამას ეუბნებიან, იმიტომ რომ აკრიტიკებენ იმ ადამიანების ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენებისთვის, ვისაც უკავშირდება 26 მაისი, არ ვამბობ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს თუ არა დანაშაული, ეს სასამართლო უნდა დაარღვიოს, მაგრამ საზოგადოება ამ სახელებს უკავშირებს რიგ დანაშაულებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ევროპის მესიჯი ამ შემთხვევაში არის გარკვეულწილად გაურებული, შეიძლება
ორმაგი სტანდარტის საფრთხეზეც ვილაპარაკოთ და ეს თავისთავად ასეთი პოზიცია ევროპის, ხომ არ ფიქრობთ, რომ საფრთხეს უქმნის რიგითი მოქალაქის თვალში ევროპის ლეგიტიმაციას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს არის მისი დარღვეული უფლების აღდგენა. და თუ ევროპა და გაევროპელება მათ ამ პრობლემას ვერ მოუხსნის, რაღაც 10 და 20 წლის მერე დამდგარი შედეგები მათ ეს დიდ ნუგერს ერაცხებს. დიდი მადლობა. ბატონო? არა, ამდენიც არ არის, თუ ამერჯერად ფარგობა იგაჩქებულა ახალგაზრდა სოციალისტები არასამთავრობო ორგანიზაცია. პატარა კითხვაზე ჩემი რჩევა მექნება ხალხოთინასთან. პატარა შესაძლებელი დავასადაკავშირებ ძალიან კარგია რომ ახალგაზრდების მდგომარეობა ქვეყნის სათავეში დგას ადამიანი და ღირებულებების სათავეში დგას ადამიანი და არა სახელმწიფო ჯარი და დემოკრატიას და სახელმწიფო შენებლობასთან ერთად დემოკრატიას ვაშენებ და არა ისე როგორც წინა ხელისუფლების დროს ორჯერ სახელმწიფო და ვისწავლია დემოკრატიისთვის და პატარად ანალიზისავე ძალიან ადვილია გავაკეთოთ რატო აქვს სტიგმატიზირებული რატო არის საზოგადოებაში სტიგმატიზირებული დამოკიდებულებები ევროპის მიმართ რატო ხდება 17 მაისები და ესეთი ის იმიტომ ხდება რომ საზოგადოებას აკლია განათლება. პატარა რჩევასავება რომ მიეცით სამოქალაქო საზოგადოებას უფრო მეტი განათლება გახადეთ განათლება ხელმისაწვდომი. სტუდენტებისთვის ხელისუფლება მიწე? ახლა ადამიანები გამოგიგზავნეთ რა ვხდათ მეტი ახლა. ხელისუფლება მიწე გულისხმობ უფრო მეტი ხალხები და რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება განათლებული, მით უფრო მეტად ავიცილებთ ასეთ ტიპის სტერეოტიპებსაც და ასეთი ტიპის მანიფესტაციებსაც თუ რა იყო მაგას. და პატარა კითხვა მექნება ქალბატონ თინასთან ისე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთან ევროპისთან ასოცირების ხელშეკრულებით რა პლუსები იქნება ეგრეთ წოდებულ ოკუპირებულ ტერიტორიებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ისინი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში არიან ყველა, როგორც განათლების მხრივ, ისე სამოქალაქო საზოგადოების პირობებში. მე ძალიან მაგალითს როგორც სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ხალხს აქეთ პედი ასევე იქ მცხოვრები ადამიანის ახალგაზრდების პედი, რომლებიც საერთოდ მოწყვეტილი არიან ყველაფერს და ამის წავიდეთ ცხენელში ელემენტარული ბანკიც კი არ არსებობს. სადაც ჟურნალისტები იქნებიან სხვადასხვა ტიპის სამსახურის გამწევი ადამიანები ხელფასით რო ჩაურიცხოთ და სხვადასხვა ფინანსური დახმარებებით რომ მიიღონ. არის კითხვა დავასრულო. კი ბატონო, აი უკან მოკლედ ძალიან მოკლედ მოგეხსენებათ რუსეთი აწარმოებს ევროკავშირთან უიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს. ჩვენ ჯერჯერობით მართლაც ბოლოში ვართ ვიზა ლიბერალიზაციის ყველა გადაგვისწრო მე მგონი აღმოსავლეთ პარტნიორებთან მოლდოვას უიზო შესწავლაზე ჩვენთან ალბათ ხო ჩვენთან დიდი პრობლემაა რომ ძალიან დიდი პროცენტია პროცენტულად თუ გამოვხატავთ უარი საერთაშორისოდან წასვლაზე, მაგრამ ჩემი კითხვა რა არის ჩვენ ვადენ თვალყურს საინფორმაციოებში და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ ანუ ჩვენ თავაზობთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს უვიზო რა ანუ გადაადგილებას ევროპაში ფანჯარას უხსნით გასაგებია ფანჯარა იხსნება მაგრამ მაინტერეს რა ვთავაზობთ ანუ მათ საშუალება რუსეთის თავაზობს უვიზო მიმოსვლას ანუ მათი პასპორტებით ჩვენ ავთავაზობთ ჩვენი პასპორტებით რომ გადაადგილდნენ ევროპაში ნეიტრალური პასპორტები აიღონ და ამით გადაადგილდნენ თუ რა ავთავაზობთ და მაინტერესებს რუსეთი თუ შესთავაზებს უვიზო მიმოსვლას მათ ჩვენი ხელისუფლება რა საკენებს ევროკავშირის თანამიმართებაში მათ ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებულ მოსახლეობასაც შეეძლება უვიზოდ გადაადგილდეს რუსეთის პასპორტი აქ მეც დავუმატებდი კითხვას ნებრის პირებზე საინტერესო რას როგორ შეიძლება თუ არის თუ გააუმჯობესებს ეს ამ პრობლემას რაც არის მოლდოვაში ეს უვიზო რეჟიმი ხო ევროპასთან ერთი თქვენ და კონტრაქტი კიდევ Самолет на улице.
მოთხოვნები 1921 წელს ჩანაწერება კონსტიტუციაში საერთოდ ამოღებული. მუსიკის დაშლის კონფორმის შესახებ ხდება ძალიან თუ დაბაგებს სადღაც ევროპულ ასომებად ევროპულ მეტალობასთან უკაცრავად იყო და მეტალობაზე დღეს საუბრობთ. ხალხატონ ენერგიასთან ექნება შეკითხვა 4 პუნქტიდან გამომდინარე, რომელიც მან ჩამოთვალა და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია და ხალხის მართლობის მარტო საგარეო სამართლის საშინაო პოლიტიკაში სიმართლებითაც გარკვეული საფრთხები ალბათ არსებობს და მაინტერესებს აი აქტორები, რომლებიც აი ამ 4 პუნქტის მიხედვით თქვა თავრობის მიმართულებით და ხელისუფლებაზე ვისაუბრეთ, თქვენ კიდევ ის ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ 4 პუნქტის გათვალისწინებით, ეს შეიძლება იყოს თქვა არასაპარლამენტო უმცირესობის როლი, მასალე მედიას გულისხმობ და იმ სხვა მნიშვნელოვან აქტორებს, რომელიც არის ჩართული იმისთვის, რომ ქვეყანა საშინაო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით იყოს წარმატებული, მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დავასრულოთ მაშინ კითხვები. ეხლა მოხსენებლების კითხვაზე პასუხს გაგცემთ და დარწმუნებულია, რომ ისევ გაგიჩნდება კითხვები, მაგრამ დავარქვათ, ხო? რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდება და თანმიმდევრობა დავიცვათ ისევ და ქალბატონ თინათი დავიცვათ თუ შეგვიძლია. დიდი მადლობა კითხვებისთვის. შევეცდები რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, რაც შემიძლია იყო. ველურების ნაწილზე კომენტარი ყოს კითხვა იყო, მაგრამ ნუ აქამდე დაიწყო და ამიტომ მეც აქედან ვისაუბრებ, მე არ მგონია ხედელი ჩემთან ვარჩევთ, მე არ მგონია რომ ამას გულისხმობა. პრინციპში სულიერ სხვა რამეზე აღარ იმ მაგალითებს რაც მოიყვანა, მე არაუტრირებულ პრაქტიკულ და რეალურად ყოველ წუთას რო ხდება იმ მაგალითს მოგიყვანთ. დეპუტატი ვარ მე და ამიტომ ამ სადეპუტატო ცხოვრებიდან. ევროპარლამენტში სიტყვით როდესაც გამოდიხართ, თუ ვერ ჩაედით იმ დროში, რაც გაქვთ, რომელიც 9 წუთი ნახევარი, ახლა 3 წუთი გაჩნია დებატი. მიკროფონი რო დიდიშება და მე არავის არ აქვს ის პრივილეგია, რომ ის მიკროფონი ისევ ჩაგირთოთ, ან დრო დაგიმატოთ. და ისინი ახერხებენ, ახლა მე ხათუნა წინა კვირას კონგრესზე ვიყავით, სწორედ ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის და იქ 1 წუთია საუბრისთვის. და აბსოლუტურად ყველა დელეგატი ახერხებდა იმას, რომ 1 წუთს სრულად არც კი იყენებდა. ოღონდ ზუსტად ამბობდა საქმეს, აი ზუსტად თავიდან ბოლომდე იგებდი, რისი თქმა უნდოდა და პრაქტიკულად არავინ არ გამოიყენა ის 1 წუთიც კი. ყველა მანამდე ასრულებდა. ეს არის, რაზეც არის აქ საუბარი. ჩვენ ვიცით ხო, როგორც ვაპარაკობთ და პარლამენტში მაგალითად სულ დამიმატეთ დრო, ეს არის ყველაზე ისეთი. და ფრაზა დავამთავრებდი. ამ კულტურაზე აქვს საუბარი. საუბარია ძალიან ბევრი რამე იგულისხმება ამაში. ეს ყოველთვის ის არ არის, რომ სხვა ტიპის აზროვნება, სხვა მეც გზად ვაპარაკობთ და ჩვენ ყველანი ჯერჯერობით გზად ვაპარაკობთ. და რა თქმა უნდა ეს თანდათანობით მოუვიდა სწავლობს თანდათანობით. მე მაგალითად ვახერხებ უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვეტევის სამწუხაროდ. არ ვაცილებ ხოლმე, მაგრამ უნდა დავწერო აუცილებლად. ელექტრონულად ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. უნდა დავწერო და ზუსტად უნდა დავთვალო რომ ვეტევი დროში. ამაზე აქვს საუბარი, სხვა ტიპის ჩვევებზეა საუბარი და არა იმაზე რომ ხუჩაში ყავს რომ არ ვიცით გასაგებია და კარგია, მაგრამ ამაზე არ არის პრობლემა საუბარი. ეს კაცი მოწინებაზე რამოდენიმე კითხვა იყო და ალბათ ის ჯობია ხო რომ დავაჭროთ და ყოველ ერთ-ერთ კითხვაზე სასწაული არ გავცეთ პასუხი. იცით რა არის, თქვენ რასაც ბრძანებთ, მე ვფიქრობ რომ უბრალოდ არასწორად დგას საკითხი. ეს არ არის ევროპელობის საზომი და ეს არავის არ უთქვამს რომ ამით გაიზომება შენ ევროპელი ხარ თუ არა, ერთსქესიანი ქორწინება გექნება თუ არა ქვეყანაში. მაგრამ მე ვიტყოდი ევროპელობის არა, უბრალოდ ცივილიზებული ადამიანობის საზომი არის, რამდენად და ყველაზე ცუდი სიტყვა ჩემ ლექსიკაში ტოლერანტული. ტოლერანტული კი არ უნდა იყო განსხვავებული ის მიმართ. იმიტომ ტოლერანტული რას ნიშნავს, რომ გიტანა რა. რა მორჩა. ნუ გარშემოწე აგიტანა, ხა ცოტა ხანი აგიტანა. არა, ტოლერანტულები არ უნდა ვიყოთ. ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი. ეს უნდა იყოს არ ვიცი რა სიტყვებით ვთქვა, ჩემთვის იმდენად ელემენტარული თემებია, რომ ლაპარაკიც კი მიჭ არ ვიცი ეს როგორ დავახსნა და როგორ უნდა მოუყვე. აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმაზე არ არის საუბარი დისკრიმინაციულ კანონში ეწერება თუ არა ერთსქესიანი ქორწინება, არ ეწერება. ეხლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ ეწერება, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, ეს პროცედურაა. ქორწინება იქნება თუ არა ეს პროცედურაა და აქამდე მივვალთ. მე ვარ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული.
ოღონდ მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მაინც საზოგადოებრივად ამან გამოიწვიო და თოფი არ უნდა ესწრო. თუმცა ის რომ ყველა ადამიანი თანასწორია ყოველგვარი, მაგრამ თუ იმ შემთხვევაში და ესეთი დათქმების გარეშე და არავინ არასოდეს არავინ არც ერთ ვითარებაში და არც ერთ გარემოებაში არ უნდა მისცეს საკუთარ თავს იმისი უფლება, რომ იგი თითოს ჭკუა დაგარიგოს. ეს ტექსტები იცით, თავის სახში რაც უნდა ის გააკეთოს, მე არ ვაწუხებს, მაგრამ ეს არის ასეთი პოზიციები არის ყველაზე მეტად სინამდვილეში ის დასტური, რომ ამ ადამიანებს ტოლერანტობაც კი არ აქვთ. სხვა რამეზე აღარ ვლაპარაკობ. ამაზე საუბარი და არა იმაზე, რომ ვინმე ხამთი ბრძოლავს და ქულებს გვიწერენ და აი თუ ქორწინება გვექნება, რომ 5 ქულას მივიღებ, თუ არ გვექნება 4 ქულას და მე კიდე ბავშვის უფლებას და ამპანის უფლებას თუ მივანიჭებთ, 10 ქულას მოგცემენ და სხვა შემთხვევაში არასოდეს ევროკავშირში არ მოგიწოდეთ. ესე არის ზომება ეს ამბავი. მოდიში გავეცოდინეთ, აი ქალბატონ ელენეს ვკითხე გუშინ წინ გადაცემას წერით, რომ როგორც კი ვილნიუსში გაფორმდა ეს კაბალდი, სოციალურ ქსელში იმ წუთასვე გავრცელდა პროკლამაცია. თუ რას ნიშნავს გერაგოელის ჩვენ წინ იქ ჩამოთვლილი იყო თუ გახსოვთ პირველი მესხები თურქი მესხები ჩამოყვანა პირველი მეორე იყო ერთსქესიანი ქორწინება ანუ ხალხი აბსოლუტურად დაწმუნებულია და ეს იტრიალებს რომ აი აქ გვერდიან დოკუმენტში ეს წერია და აი რამდენჯერ უნდა უთხრათ თუმცა ეს ასე არ არის იმიტომ კი არა რომ ეს აცუდი ან კარგი უბრალოდ ეს არ გულისხმობს ამას. არ გულისხმობს და იმიტომაც რომ ეს ევროკავშირია და ეს არ არის რუსეთი, ეს არის საბჭოთა კავშირი, რომელიც გეუბნება რომ აი ესეთი კანონი უნდა მიიღო და ეს უნდა ჩაწერო. ეს არ არის საბჭოთა კავშირი, ამას არ გვეუბნებიან და არასოდეს არ გვეტყვიან დარწმუნებული ვარ. აქ ელენემ აბსოლუტურად სწორად თქვა და აბსოლუტურად ვეთანხმები. აქ საუბარი იმაზეა რომ ჩვენ მე ხშირად ვამბობ რომ ნატოს წევრობა კი არ არის პანაცეა. ესეთი ქვეყანა უნდა გავხდეთ ნატოს წევრობის ღირსი და მე მიგვიღებენ თუ არ მიგვიღებენ ეს უკვე პროცედურაა და არც ისეთი მნიშვნელოვანი წინამდვილეში კი უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თავისთავად ღირებულება ის კი არ არის ჯიბეში დოკუმენტში რა მიწერია ჯიბეში რომ მიდევს, ის არის შენ ხარ იმ ტიპის ქვეყანა თუ არა და ამას გვეუბნება ევროკავშირი. შენ თუ გინდა ჩემი ოჯახის წევრობა ესეთია ეს ოჯახი. კი, იქაც არიან ყველა ოჯახში არის როგორც ის კაშდესია ნებრო და იქაც არიან კი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ამ ტიპის პრობლემები და კიდევ ერთხელ ამბობ, აქ ვერჯერი თქვა, ძალიან სახიფათოდ მოძლიერ და ულტრამემარჯვენე სეგმენტი, რომელიც პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იგივე ემიგრაციაზე და არა მხოლოდ ემიგრაციაზე, ძალიან ბევრ სხვა თემებზე ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს ევროპაშიც და ძალიან ბევრი საფრთხების მატარებელია, მაგრამ ეს არ არის მეინსტრიმი და ეს არ არის დომინანტი მიმართულება ევროპაში და დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი შანსი მას გადარჩენის და უფრო ეს არის სიღარიბის თუ კრიზისის თამდები პროცესი, რომელიც მაშინვე გაქრება, როგორც კი ეს პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები მოგონებას დაიწყებს ევროპაში. თუმცა 2014 წლის არჩევნები ცუდად მოუწია სწორედ ამ ფონზე, იმიტომ რომ ის austerity სწორედ გაზაფხულზე დაარტყავს და პრაქტიკულად სერიოზული პრობლემები ექნება ძირითად პარტიებს, ვინც თავარი მამოძრავებელია ევროპულ სპექტრში და დღეს ვინც ხელისუფლებაში არის. სომხეთი ერთ წლის შემდეგ ევრაზიულ კავშირში რო იქნება და როგორია რეგულაციები, მე არ ვიცი, მე მკითხველზე პასუხი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკის სამინისტრო რა თქმა უნდა ამაზე მუშაობს, თუმცა ეს იმ ტიპის ანუ დათვლილია თუ არა ეს ამბავი და რიცხვებში როგორ არის, ეს მე ნამდვილად არ ვიცი და არ ვიკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი სახელით ზიან და ყველა კითხვაზე პასუხებს იძლევიან და პრეტენზია აქვთ, რომ ყველაფრის ექსპერტები არიან. უბრალოდ არ ვიცი, მაგრამ ვიცი ნამდვილად, რომ გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი ამ თემებზე აქტიურად მუშაობს და თან ეს ძალიან ახალი ამბავია, ხო ეხლა გოგინას რომ სულ 3 სექტემბერს იყო ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში გამოცხადებული, ამიტომ უნებრივია მას მშობა. ევროსაბჭოს სანქცია კი ორწლიანი სანქცია არის, რომელიც ამბობს, რომ ევროსაბჭოს ღონისძიებები ვერ ჩატარდება საქართველოში. განმარტებისთვის ეს არ ნიშნავს მომხსენებლების და ამკურებლების მისიების ჩამოსვლას ქვეყანაში. თუმცა ეხლა არჩევანი არის, ეს იყო ეს ევროსაბჭოს აქვს მიღებული რეზოლუცია, რომელშიც შავ-თეთრზე წერია, რომ თუ რაღაცას გააკეთებ, მოკლედ ამჭიხას თუ ხელს გაუშვებ, დავარდება და გადაყვება. და ავტომატზეა. ანუ ეს ესე მოხდება და ეს იცი. ჩვენ ეს ვიცოდით და ჩვენ ხონდა ძალიან მარტივი არჩევანი. ეს ორი ადამიანი მოდიოდა საქართველოში, ბატონი
დამოწმოთ გვარები რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ ორი რუსეთის მოქალაქე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დუმის წევრი დეპუტატი, რომლებიც იყვნენ ნამყოფი მანამდე აფხაზეთში. და იყვნენ ნამყოფი არა ისე ჩუმად რო აი არავინ არ იცოდა და მე ხა შემთხვევით გავიგეთ, არამედ ეს ერთ-ერთი მათგანი ყოველ შემთხვევაში ხა მეორეზე მე არ მაქვს ესეთი ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ერთ-ერთია ადამიანებს შორის, რომელიც ნუ აი ძალიან ხშირად რო ჩადის და ძალიან აქტიური როა და ძალიან განცხადებას რომ აკეთებს და ძალიან მოწადინებული რო არის ყველაფერი მამისთვის, რის გამოც ჩვენ საბოლოო ჯამში ეს ოკუპაციის კანონი გვაქვს და ეს რეჟიმი გვაქვს ქვეყანაში. არჩევანი იყო მარტო მე ამ დელეგაციის წევრი ვარ და მე პირადადაც ვიდექი ამ გადაწყვეტილების წინაშე და მეც ხმა ივეცით რაღაც როგორც არის მეც ველაპარაკე მაშინ შენ გასაკვირთა მინისტრს მაშინ ჯერ კიდევ შენ გასაკვირთა მინისტრს ბატონი რაყებარებაშვილს მე პირადადაც ვიყავი ამ საკითხებში ჩართული და მეც პირადად ყველას მურჩია და მეც მივიღე ჩემთვის ეს გადაწყვეტილება რომ ეს ხალხი არ უნდა შემოსულიყო საქართველოში. ჩვენ შეგვეძლო მათ პასპორტში არ ქონდათ ბეჭედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ტყუილის ხმას არ ვაპირებთ. მათ სუფთა პასპორტები ქონდათ. ანუ ჩვენ მარტივად თავისუფლად შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილება და ისინი შემოგვეშვა ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენს კანონს აი ბუკვალურად თუ გავიგებთ. ისინი არ არღვევდნენ. იმიტომ რომ საზღვარზე, როდესაც ეს ადამიანები შემოვიდოდნენ, ვერც ერთი ქართველი მესაზღვრე, რომელიც ამ პასპორტს შეხვდებოდა, ვერ მიხვდებოდა, რომ ალყას დარღვეული ქონდა რეჟიმი და არ უნდა შემოსულიყო, მაგრამ ეს ხო თავისმატყუება იყო ხო და ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით და ნუ რაღაცა მოგვეთაფარსე და გვეთამაშა. მე პირადად ერთი ცალი დეპუტატი საქართველოს მოქალაქე თინა ხილაშელი არ მომწონს ოკუპაციის კანონი, მეწინააღმდეგები, ჩემი ნება რომ იყოს და მე რომ ვიხდე გადაწყვეტილებას, საერთოდ არ იქნებოდა იქ საერთაშორისო მისიებთან მიმართებაში ის რეგულაცია, რომელიც არის. იანვარში საქართველოს ჩამოდის ბატონი მოჟნიაქსი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ანუ ჰამონბერგი რაც იყო მანამდე ის. და მას აქვს ცნობილი ტრადიციული თემა, ჩრდილოეთიდან შევიდეს ცხირილაში, რა ქვია, სოხუმში თუ სამხრეთიდან და ნუ ხა აი ამ ამბავში ვართ. ნუ იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად ეს ისე დარეგულირდება, რომ საბოლოო ჯამში პრობლემა არ იქნება. თუმცა მე მგონია, რომ ამ ადამიანის დრანდის ციხეში შესვლა და იქ იმის ნახვა სინამდვილეში რამდენი ქართული პატიმარია, რომელიც ჩვენ გაუჩინარებული გონია, საერთოდ ცოცხალი აღარ გონია. არის გაცილებით უფრო მაღალი ღირებულება დღეს ჩემი ქვეყნისთვის, ვიდრე ოკუპაციის კანონში არსებული საოცარი ჩანაწერი, რომელიც არის და რომელიც შეუძლებელს გახდის აი ამ ამბავს, ანუ მისი დრანის ციხეში შესვლას და ამ ამბის გარკვევას, თუ სოხუმმა მოიკლა თავი და თქვა, რომ თუ სამხრეთიდან შემოდის არაფერი. მე ამ თემებზე ლაპარაკის არ ვიშევ. იმიტომ რომ მე მგონია ღრმად დარწმუნებული, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი ქვეყნისთვის გაცილებით უფრო მაღალი ღირებულების მატარებელია, რომ ბატონი მოჟნიაკს ისევე როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, შევიდეს ცხინვალში და სოხუმში, ვიდრე ის რომ ოკუპაციის შესახებ კანონის ეს მოხდით დავიცვათ და ვერასოდეს ვერავინ ვერ შევიდეს ცხინვალში და სოხუმში და საერთოდ მუდმივად მხოლოდ Russia Today-დან გავიგოთ რა ხდება ცხინვალში და სოხუმში. და სხვა ინფორმაციის წყარო არ გქონდეს ქვეყანაში. ჩემი პოზიცია ესეთია, მაგრამ დღეს კანონში წერია ის რაც წერია და ამიტომ რა თქმა უნდა ეს ორი ადამიანი ჩვენ ქვეყანაში არ უნდა შემოგვეშვა. ამასობაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვიცოდით რომ ეს სანქცია გვემუქრებოდა. და რა თქმა უნდა მას მიიღეს გადაწყვეტილება ამ სანქციაზე. ეხლა ამ თუთას არის ერთგვარი კითხვა, რომ რას აპირებს თავრობა. ამ თუთას არის ესეთი ვითარება. მე ყოველდღიურად ველაპარაკები ევროსაბჭოს გენერალურ დივანს აღმასრულებელ დივანს, ვინც ტექნიკურად ამ ყველაფერს ხურილებს. ბიურო არის დეკემბრის შუა რიცხვებში. ჩვენ თუ გავუზავნით წერილს, რომელშიც ეწერება, რომ საქართველოს ის რაც სინამდვილეში მართალია, სამართლებრივადაც მართალია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლის მონაწილეც არის საქართველოს უპირატესი ძალის არის ვიდრე შიდა კანონმდებლობა, ჩვენ თუ აი ამ წერილს გავუზავნით სტრასბურგში, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლის მონაწილეც არის საქართველოს უპირატესი ძალის არის ჩვენ კანონმდებლობაზე, ამიტომ პარიზის ქარტია, რომლის მონაწილეც პარიზის ოკრუგი, რომლის მონაწილეც არის საქართველოს და რომელიც საუბრობს ევროსაბჭოს მისიებზე, საარჩევნო მისიებზე მათ შორის. უპირატესი ძალის ოკუპაციის კანონზე, ამიტომ ყველა შემდეგი დელეგაცია, რომელსაც ევროსაბჭო გამოგზავნოს დიდი ბოდიში ხდით, შეცდომა მოგვივიდა და აწი პრობლემა აღარ ექნება, 17 დეკემბერს ჩვენ ამ სანქციას მოგვიხსნიან. ამას გვეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. 100%-იანი პასუხისმგებლობით. ჩვენ თუ ამ წერილს გავგზავნით, 17 დეკემბრის ბიუროს ხდომაზე საქართველოს სანქცია მოიხსნა. თუ გნებავთ ვიდისკუსიოთ, აი როგორ მოვიქცეთ. გავგზავნოთ ეს წერილი თუ არ გავგზავნოთ.
არ გავგზავნოთ ეს წერილი. ჩვენ ამაზე ახლა ძალიან სერიოზული ასე იგი ხმამაღალ ტონალობაში ლაპარაკობდნენ მის საუბრები გვაქვს უმრავლესობაში. Ну, საბოლოო ჯამში მივიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესო იქნება თქვათ აი პოზიცია. ეს სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია. არა, ეს საერთოდ არასერიოზული თემაა. საერთოდ 2 წელი დაგეგმილია და არაფერი არ გვემუქრებოდა სანქციის გარეშეც. ანუ არანაირი კომისიის კომიტეტის ხმა საქართველოში მაინც არ ტარდებოდა. ჩვენ განაცხადი გვაქვს 2016 წელს ისედაც გაკეთებული. იმიტომ რომ მანამდე დაგეგმილია უბრალოდ ქალაქები ცნობილია და ყველაფერი სადღაც ტარდება ვიცი. უბრალოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომ ევროსაბჭომ სანქცირება მოახდინა საქართველოსი. აქ ძალიან რთული თემაა. მაგალითად ძალიან რთული თემაა, იმიტომ რომ მე მაქვს სერიოზული შეკითხვა, რატომ მოხდა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთმა ფრაქციამ, ორმა ფრაქციამ წარმოადგინა, ანუ სხვადასხვა ფრაქციიდან ეს ბატონები, ერთთან არ მოხდა.